გამარჯობა, მე ვარ დინა და თქვენ უყურებთ Billboard საქართველოს. Billboard-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მათ შორის საქართველოში. მეკითხვაში ორჯერ გიყვებით ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელზეც Billboard საქართველოს ჟურნალისტები მუშაობენ. ქართულმა ინდი ბენდმა კოლექტივმა ახალი სიმღერა სახელწოდებით აღმართები გამოუშვა. კომპოზიციას თან ერთვის ილუსტრირებული ანიმაციური ვიდეო, რომლის ავტორიც მარიამ საკნელაშვილია. სიმღერა აღმართები ბენდისთვის დამახასიათებელი სტილის ერთგვარი გაგრძელებაა. მელანქოლიისა და ნოსტალგიის ნაზავი, რომელიც წარსულის განცდებსა და ემოციებს გადმოსცემს. სიმღერის ტექსტი პირად განცდებზე გვიყვება, რაც შესაძლოა მსმენელისათვისაც მარტივად აღქმადი და ნაცნობი იყოს. ახალ სიმღერაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/ზე გაიცნობით. მუსიკას კი შეგიძლიათ ყველა სტრიმინგ პლატფორმაზე მოусმინოთ. წინადლის ფესტივალი Instagram-ის გვერდზე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც პიანისტი და მუსიკის მცოდნე ნინო ჟვანია გვიყვება კენტ ნაგანოს შესახებ. ერთ-ერთ გამორჩეულ დირიჟორზე, რომელიც 10 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში პიანისტ ნიკოლაი ლუგანსკისა და პანკავკასიური ორკესტრის მონაწილეობით დაგეგმილ კონცერტს უდირიჟორებს. ნაგანო ცნობილია არა მხოლოდ თავისი უზადო სადირიჟორო ტექნიკითა და ინტერპრეტაციების ინტელექტუალური სიღრმით, არამედ იმითაც, რომ ხშირად არღოს ტრადიციულ ჩარჩოებს და თამამად უთავსებს კლასიკას თანამედროვე ინოვაციებს. მაგალითად, მას ფრენკ ზაპასთან ერთად აქვს ჩაწერილი ალბომები, ალბომს ნინო ჟვანია ვიდეოში. წინადლის ფესტივალი 2025 წლის 4 სექტემბერს მეშვიდე სეზონს გახსნის. 11 დღის განმავლობაში ღონისძიება კლასიკური მუსიკის არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ვარსკვლავს უმასპინძლებს. Jeff Buckley-ის შესახებ დოკუმენტური ფილმის It's Never Over Jeff Buckley-ის ტრეილერი გამოქვეყნდა. რეჟისორ ემი ბერგის მიერ გადაღებული ფილმი მუსიკოს Jeff Buckley-ის ისტორიას გვიყვება, რომლის კარიერაც და სიცოცხლეც 30 წლის ასაკში ტრაგიკულად დასრულდა. Jeff Buckley 1997 წელს მემფისში ვულფის მდინარეში დაიხრჩა. It's Never Over Jeff Buckley-ის პრემიერა პირველად Sundance-ის კინოფესტივალზე იანვარში შედგა. 8 აგვისტოს ფილმი Magnolia Pictures-ის მეშვეობით კინოთეატრებში გამოვა. ზამთარში კი მაყურებელს მისი ხილვა HBO-ზე და HBO Max-ის პლატფორმებზე შეეძლება. დოკუმენტური ფილმის გამოსვლამდე მისი ტრეილერი გავრცელდა, სადაც Jeff Buckley-ის უნიკალური საარქივო კადრებია გამოყენებული. Jeff Buckley იყო მერი გიბერტისა და ფოლკ მუსიკოსის ტიმ ბაკლის შვილი. მან 1994 წელს კონტრაქტი გააფორმა კოლუმბიასთან და გამოსცა სადებიუტო ალბომი Grace. ალბომმა პირველ ეტაპზე არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო და Billboard 200-ში მხოლოდ 159 ადგილს მიაღწია, თუმცა დღეს ის კლასიკად ითვლება. რობერტ პლანტი ახალ ალბომს გამოსცემს Saving Grace. ეს არის cover სიმღერებისგან შემდგარი პროექტი, რომელიც იმეორებს პლანტის ახალი ბენდის სახელწოდებას. ალბომი 2019 წლის აპრილიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში ჩაიწერა. Saving Grace მოიცავს სხვადასხვა არტისტისა და ბენდის კომპოზიციების cover-ებს, მათ შორის არიან Memphis Minnie, Bob Mosley, Blind Willie Johnson, The Low Anthem, Martha Scanlani, Sarah Siskind და Low. 2025 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ალბომის მხარდასაჭერად ჯგუფი ევროპის და აშშ-ის მასშტაბით 21-ღიან ტურნეს გამართავს. 10 წლების განმავლობაში პლანტი სხვადასხვა ჯგუფთან ერთად წარდგა სცენაზე, მათ შორის იყო Sensational Shapeshifters და რა თქმა უნდა ლეგენდარული Led Zeppelin-ი. ქართული ფოლკლორული მუსიკა და ტრადიციები უნიკალური საგანძურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისთვის. ტრადიციული მრავალხმიანობა ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საზღვრელია. Billboard საქართველოს ბასიანის დამაარსებელთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი დონაძესთან ქართული ფოლკლორის ზოგად კულტურული ღირებულებების შესახებ ინტერვიუ ჩაწერა. ახლა კი შეგვიძლია ვიხილოთ ვიდეო. გენეტიკურად მოკლედ ჩვენ ესეთი მომღერალი ერი ვართ, რომელსაც აქვს აზროვნება მრავალხმიანი, ანუ პოლიფონიური, ესე და ეს ამით გამოვიჩევით ძალიან. ძალიან ნიჭიერად არის ეს ყველაფერი შექმნილი და გაკეთებული, ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან გურული და კახური მრავალხმიანობა, ძალიან განსხვავებულია სვანური და აღმოსავლეთის მთის მრავალხმიანობა, ძალიან დიდი შრომები გასწიეს ჩვენმა წინაპრებმა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ფირმა გრამოფონმა და ფირმა პატერიკომ მოახერხეს და ჩაწერეს ჩვენი წინაპრები, უნიკალური ჩანაწერები, რომელიც მე შემდეგ ბატონო აზორ ერქომაიშვილმა მოიძია და გამოსცა და დაგვიტოვა ესე ვთქვათ სისტემურად ესე აწყობილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ამბები მოხდა იმ კუთხით, რომ მოხდა დაფიქსირება როგორც სანოტო, ასევე აუდიო ჩანაწერების სახით. ჩვენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფუნქციაც ეს არის, რომ ჩვენ ექსპედიციებს ჩავატაროთ. ეს ექსპედიცია ავტომატურად ნიშნავს, რომ ხალხთან ჩავდივართ, ვაქცევთ ყურადღება, შეიძლება ესეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, როგორც მომღერლები, როგორც მოცეკვავები,
ზეპირ სიტყვერების წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან ძვირფას ნიმუშებს ინახავენ და იციან და ეს უკვე პოპულარიზება ექსპედიციები. ასევე ტარდება უამრავი კონცერტები, ღონისძიებები, რომლებიც ფესტივალები, როგორც საბავშვო, ასევე ეროვნული ფესტივალები, რომლებიც პოპულარიზებას ემსახურებიან. და ფოლკლორის ცენტრის მთავარი ფუნქციაც ეს არის, რომ როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში კახადოს ის პოპულარული. იმიტომ რომ ხალხმა მეტად შეიყვაროს, ხალხმა მეტად დააფასოს. და ასევე საერთაშორისო მიმართულებითაც ძალიან ბევრს შრომობთ და უამრავი გამოცემები, ჩვენი გამოცემების დიდი უმეტესი ნაწილი არის ორენოვანი. საერთაშორისო ფესტივალები არაერთი ჩაგვიტარებია და ეს ყველაფერი ემსახურება ქართულ კულტურას. და ამ ქართულ კულტურაში ყველაზე გამორჩეულს და ძველს და მართლა ძვირფას ქართულ ფოლკლორს და ფოლკლორის ყველა დარგს. დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ მუსიკის სფეროში მიმდინარე ყველა სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/jizza შეგიძლიათ გაიცნოთ, ასევე არ დაგაუწყეთ, რომ გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მე ვარ დინა და გემშვიდობებით ორი კვირით. ნახვამდის.